ხელოვნური ინტელექტის მიერ რეკრუტინგის პროცესის მართვას აქვს საინტერესო და სარისკო მიმართულებები. მახსენდება რამდენიმე საინტერესო ამბავი, რომელიც ბიზნეს გამოცემებში წავიკითხე და მოიაზრება, რომ მზარდი რისკია, როდესაც ადამიანი ქმნის ბოდიშის fake რეზიუმეს, fake კანდიდატს შეუძლია კიდევაც ხომ სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს, რომელსაც შეუძლია დააგენერიროს ფოტო ან შექმნას ვიდეო ჩვენი მონაწილეობით იმის და მიხედვით თუ ჩვენ რა მოთხოვნას შევუქმნით რომ იმუშაოს და აი ამ ყალბი იდენტობით, ყალბი რეზიუმეთი, რამდენიმე ფაქტი და თან საკმაოდ ცნობილ კომპანიებში, ტექ კომპანიებში მოხდა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც მუშაობდა ამერიკულ ტექ კომპანიაში, რომელიც ფინტექში ან გადახდების ფინანსურ ტექნოლოგიებში იყო მონაცემების ანალიტიკოსი, სულაც არ აღმოჩნდა პოლონელი და აღმოჩნდა ჩინელი და კიდევ არსებობდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც მაგალითად აღწერდა ისეთ გამოცდილებას, რომ ადამიანს საერთოდ არ არსებობს და თურმე არის ბოტი და ეს ბოტი მონაწილეობს ასევე გუნდის შეხვედრებზე და უბრალოდ მისი ავატარი ყოველთვის რაღაცა ესეთი უცნაურ ქცევებს და კომუნიკაციის სტილს ავლენდა. შედარებით დასახვეწი რანკია ეს ტექნოლოგია, აქედან გამომდინარე რაღაცები შეიძლება ვივარაუდოთ, კარგად ვერ გაიგო. მართლა ბევრი საინტერესო და ცოტა სასაცილო ფაქტი არსებობს, თუმცა ჩემი აი ეს დაკვირვებით ძალიან გახშირდა კარგი რეზიუმეები. კარგი რეზიუმე გულისხმობს იმას, რომ წერია თვალწარმტაცად ინფორმაცია გადმოცემული არის, თვალსიამოვნებს. ინფორმაცია გადმოცემულია ისე, რომ იზიდავს ყურადღებას რეკრუტერის, ამას გარდა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ერთ-ერთი ვარსკვლავია, რომელსაც შეხვდება ალბათ ისევ რეკრუტერი. და პლუს ამას მე განსაკუთრებით რაც თვალში მხვდა, ყურშიც მხვდება ხოლმე, ეს გახლავთ ძალიან გამართული ინგლისური. რა თქმა უნდა, იმდენად ბევრი შეიქმნა ესეთი გამოცდილება ჩემს სამუშაო პროცესშიც, რომ გარკვეული, ესე იგი, ალღო მაქვს ხოლმე, რომ რაღაც ნაწილი ამ რეზიუმების შეიძლება არ იყოს ადამიანის მიერ გაკეთებული. მიფიქრია კიდევაც მაგაზე სწორია თუ არა ეს ქცევა, მაგრამ მე თვითონვე ვაღიარე, რომ ზოგადად ტექნოლოგიების დახმარება ადამიანის დროის დაზოგვაში და უფრო ეფექტურად მუშაობაში არის ალბათ ის, რომ მას ძალიან კარგად შეუძლია თუნდაც ბიოგრაფიული მონაცემების შთამბეჭდავად ფორმულირება, გადმოცემა და რატომაც არა ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული CV გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადამიანის მიერ გაკეთებული CV. ბევრი რეზიუმე მინახავს, რომელიც არის ადამიანის მიერ გაკეთებული და სხვათა შორის ერთი პერიოდი ტრენინგებიც ტარდებოდა, როგორ უნდა გააკეთოს საკუთარი CV. და ამის საჭიროება დღეს არ არის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რისკები, რომელიც მაგალითად აი ამ გაუმჯობესებას თანახლავს, არის გარკვეული კითხვები, რეალობას შეესაბამება თუ არა ის ინფორმაცია, რაც რეზიუმეშია მოცემული და ის ორი სახალისო მაგალითიც ამას ადასტურებს, რომ შეესაბამება კი არა, თურმე შეიძლება fake ადამიანი, ხო, სხვა ადამიანიც ყვავდეს გუნდში. კიდევ ერთი რისკი რაც არის პროცესში არის ის, რომ თითქმის ყველა კანდიდატის რეზიუმე ან CV არის ერთნაირად კარგი და შესაბამისად თუ ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ანუ რეკრუტერმა უნდა წაიკითხოს და გაეცნოს ამ CV-ებს და რეზიუმეებს, გარკვეულ სირთულეებს აჩენს, იმიტომ რომ არ აუმჯობესებს მიშრომას. დროს არ ზოგავს უფრო სწორად, აღმოჩნდება, რომ 1000 ადამიანიდან 990 საინტერესოა და 990-თან უნდა დაგეგმოს შერჩევის ეტაპები. კიდევ ერთი რისკი რაც ახლავს არის ის, რომ აი ამ რეზიუმეებში, როდესაც მაგალითად ინფორმაცია შეიძლება გადაჭარბებულია და რეალობას არ შეესაბამება კანდიდატის ცოდნაზე, უნარებზე და გამოცდილებაზე, ბევრი ისეთი ინფორმაციაც არის ხელოვნური ინტელექტი ხომ დიდ მონაცემთა ბაზიდან აკრებს იმის და მიხედვით თუ ჩვენ რა პროფესიის ვართ და რას გთხოვთ როგორი რეზიუმე გააკეთოს, ხომ? აკრებს ალბათ ისეთ მონაცემებს, რომელიც შეიძლება რეალობას არ შეესაბამება და არ შეესაბამება იმ ვაკანსიის მოთხოვნებს და რეკრუტერმა ჩათვალოს, რომ ადამიანს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე კომპანიას სჭირდება და კანდიდატთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც დაკარგოს. მოკლედ, ეს რისკები მგონია, რომ ასევე არის მართვადი. მართვადია და მოკლედ ჩამონათვალიც არის, იმიტომ რომ
ეს ყველა რისკი შეუძლია ისევ ხელოვნურმა ინტელექტმა მართოს. არსებობს უკვე აპლიკანტის აღრიცხვის სოფტვეარები, სადაც თვითონ ხელოვნური ინტელექტი აკეთებს წაკითხვას ამ რეზიუმეების ამ ალგორითმზე დაყრდნობით და ის აკეთებს გადარჩევას თუ ვინ არის ყველაზე მეტად ახლოს იმ მოთხოვნებთან, რაც კონკრეტულ ვაკანსიას აქვს. ამას გარდა არის შესაძლებლობაც, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ასევე გააკეთოს პირველადი ინტერვიუ, დავარქვათ ესე რამდენიმე კითხვის საშუალებით პოტენციურ კანდიდატთან, რომელიც წააგავს იცით რას, თუ გაქვთ ესეთი გამოცდილება, ალბათ შეიძლება გაიხსენოთ, რომ სხვადასხვა საიტზე როდესაც შევდივართ, საიტი ითხოვს ჩვენგან, რომ დავადასტუროთ, რომ ჩვენ რობოტი არა ვართ და აი ამის მსგავსი, რომ ჩვენ ფეიქი არ ვართ და ნამდვილად ვარსებობთ, შეიძლება რომ ბოტმა გამოაგზავნოს რაღაცა კითხვები, რომლებზეც პასუხები უნდა გავცეთ. და კიდევ რაც საინტერესოა არის ისიც, რომ აი ამ მსგავსი რეზიუმეების წაკითხვით და დასწავლით ხელოვნური ინტელექტი უკვე გაიწვრთნება ისე, რომ თუნდაც მისი მიერ შექმნილი რეზიუმეებიდან მოახერხოს და მართლაც ამ ვაკანსიაზე ყველაზე ახლოს მდგარი და გამორჩეული უნარები შეარჩიოს, რაც მართლა გაუმჯობესებს მერე რეკრუტერს სამუშაოსაც და კომპანიას დაქირავების ხარისხსაც. ჯერჯერობით აი ამ პროცესში ვართ, იმიტომ რომ ახლანდელი გამოცდილება ბევრი რეკრუტერის არის ის, რომ თუ ალგორითმი გადაარჩევს რეზიუმეებს, ამ რეზიუმეების გადარჩევის უნარი მას უნდა ჰქონდეს, ანუ ეს ცოდნა უნდა ჰქონდეს და ახლა სწავლობს. და როდესაც ამას დაისწავლის, მას შეიძლება რომ სხვა ხელოვნური ინტელექტის მიერ, ანუ CV ბილდერები ბევრი არსებობს შექმნილი რეზიუმეებიდან მოახერხოს და შეარჩიოს ისეთი, რასაც უფრო მეტი ინტერესის და შესაბამისობის ალღო და ელფერი დაკრავს. ამიტომაც ეს პროცესი ჯერჯერობით იხვეწება, ბევრი შეცდომა და ხარვეზია. ძალიან ბევრი, კიდევ ერთხელ დავძენ, ბევრი რეზიუმე გაჩნდა ესეთი, რომელიც საინტერესოა, მაგრამ მეორეს მხარეს ეს ხელოვნური ინტელექტი სწავლობს, როგორ გადაარჩიოს, შეარჩიოს ხმარ პროფესიულ სლენგს, ბევრმა იცის, დააშორთლისდოს ისეთი კანდიდატები, რომლებიც რეალურად არსებობენ და მათი გამოცდილებაც რეალურად არსებობს. შეიძლება არსებობდეს უბრალოდ.